კიდევ ერთხელ მოგესალმებით ქალბატონებო, თქვენ ახლა მოусმინეთ არაჩვეულებრივ კომპოზიციას, რომელსაც ასრულებდა კომპოზიტორი, მუსიკალური ექსპერტი, პროდიუსერი, კრიტიკოსის ჟიური, ლაივ და ონლაინ კონკურსებზე პრემია ივერიას ოფიციალური წარმომადგენელი საფრანგეთში. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, როგორ გიკითხოთ? მადლობა თავად. მადლობა გაიხარეთ. მიხარით კი ბატონო, და ნუ სატელეფონო ჩართვა გვაქვს იქიდან გამომდინარე, რომ საფრანგეთში იმყოფები და ნუ იცი აი ესეც დავაანონსეთ, რომ შემოქმედის გზა საქართველოდან საფრანგეთამდე, რა თქმა უნდა, ამაზე ვისაუბრებთ. და ნუ კომპოზიტორი, მუსიკის ექსპერტი, პროდიუსერი, მოკლედ არაერთი რეგალია გაქვს და მოდი დავიწყოთ შენი ბიოგრაფიით. შენობით მოგმართავ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მეგობრები ვართ და ძალიან საინტერესო ოჯახიდან გაქვს. ხარ ან მუსიკასთან გაზიარა ოჯახმა, მოდი ასე ვთქვათ და დავიწყოთ ბავშვობიდან. ეკას ბაბუა, კი ბატონო. იაშა სალაღიშვილი, მუსიკოსი. დედის მხრიდან, რა თქმა უნდა. დედის მხრიდან იცით როგორ ხდება მუსიკალური ნიჭი დედის მხრიდან უფრო დამყვა ვიდრე მამის. მამის ხაზით ცოტა დათმა დაადგა ყურზე ფეხი მამას. დედის მხარეზე ვისაუბროთ. კი, სულდაცინოდა, რომ გენი არ გაუფუჭოვე ხო ბავშვსო და შესაბამისად გამართლდა ის, რომ ბაბუას ხაზი გავაგრძელე, თუმცა დედაც არაჩვეულებრივად მღეროდა. იაშა სალაღიშვილი გაახლდათ ლადო მესხიშვილის თეატრის მსახიობი, ბებია, ნიკო კევლიშვილი იყო სუფლიორი, ანუ თავიდანვე დედაც და მერე უკვე მეც ვიზრდებოდით მუსიკალურ ოჯახში და შესაბამისად ბაბუას ნიჭი და უნარი გამოყვა, ეს გადმოვიდა გენეტიკურად თანდათანობით ჯერ დედაზე, მოდი ჩემზე. როგორი არაჩვეულებრივი ბავშვობა ქონდა და მართლა როგორი გარემოა, რომელიც აუცილებლად შემდგომში აისახებოდა, რომ თქვენ ხელოვნებასთან კავშირი აუცილებლად გექნებოდა. მართლა გასაოცარი ბავშვობა ქონდათ. კი ბატონო, და რაც შეეხება სახლს, ხო, ესე ძალიან საინტერესოა თქვენ სახლს. ამ სახლის ისტორიაც რო გვიანბეთ. ძალიან საინტერესო იყო ჩემი ბავშვობა იქიდან გამომდინარე, რომ ბაბუას სახლი იყო ზუსტად ის სახლი, რომელიც დღესდღეობით ქუთაისში ყოფილ ტელმანის ქუჩაზე არის ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმი და ეს სახლი იყო თავის დროზე ჩვენი სახლი. სადაც ინახებოდა ზაქარიას ხელნაწერები, ნივთები და ბაბუა როგორც თვითონ ხელოვანი და მცოდნე ამ ყველაფრისა და დამფასებელი ერთ-ერთი ოთახი იყო ჩაკეტილი და აი ესე მსვლელად იყო თითქოს დამდგარი ამ მისი ნიმუშების შემნახველი იყო და როიალს ახლა ვერაფერს ვერ უზავდა, შესაბამისად როიალი იდგა დიდ ოთახში, სადაც ახლა მე რომ ჩავდიოდი ქუთაისში თავისთავად პირველი ჩემი როიალი იყო ფალიაშვილის როიალი, ასე ვთქვათ. კი ბატონო. როგორი საოცრება მართლა და მართლა ზღაპრული სამყარო. დიდი მადლია ალბათ, რომელიც ალბათ ჩვენ ოჯახზე გადმოვიდა და შესაბამისად მე ბაბუა მესახლი ჩააბარა და ქალაქს და სახლ-მუზეუმი გაკეთდა. დღესაც არის ბაბუას ბაღი, იქ როგორც კი შედიხართ, ბაბუას დარგული ნაგავებით. კი ბატონო. ნინო უცებ წარმოვიდგინე ესეთი ბავშვობა რო ქონდეთ წარმოუდგენელი რომ აი მართლა ძალიან მაგარი სახლია, სახლ-მუზეუმი არაჩვეულებრივი გაკეთდა. თან ზაქარია ფალიაშვილის ფორტეპიანოზე რო საუბრობ მუსიკას. სადაც ვერისუბნის მელოდიებია გადაღებული. დასაწყისის სცენა. რიონის პირზე. ეკა და 3 წლის ასაკში ბაბუა მიხვდაო, მითხარით საუბრისას, რომ მუსიკალური მონაცემები და ნიჭი გქონდათ და აი ეს ამბავი რომ, ნუ ალბათ მონათხრობი გახსოვს, მაგრამ მოგვიყევი. შეიძლება ემოციას აქვს. 3 წლის ძალიან პატარა. ვიცი რომ ვიყავი ძალიან პატარა, შეიძლება 3 წლამდეც ალბათ, იმიტომ რომ როიალს ვწვდებოდი და ბაბუ არაჩვეულებრივი შემსრულებელი იყო სალამურზე. მისი ჩანაწერები ოქროს ფონდშიც ინახება, მთაში სალამურს ვაკუნესებ. აი ეს შეუსრულებია. მე მივსულ ვარ ინსტრუმენტთან, ეს ბგერა, რითაც დაიწყო ბაბუამ შესრულება მომინახავს და დამიკრავს თავიდან ბოლომდე. ბაბუჩიმი დამჯდარა და დედაჩემისთვის უთქვამს, რომ ეს ან აგვაშენებს, ან დაგვაქცევსო.
პირდაპირ ესეთი სიტყვებით შემამყო თავიდან ბაბუამ და მიხედეთ ბაბუა ამას სანამდრო და ჩამომიყვანეს და ამოვყავი თავი მე უკვე მეშვიდე მუსიკალურში ჩვენთან თბილისში. კი ბატონო და მას მერე დაიწყო ანუ შემოქმედებითი გზა და შემდეგ წლების მანძილზე ხო პედაგოგები ყავდა პედაგოგები სასწაული კვერნაძე აზარაშვილი მამისაშვილი მასტერკლასები ყანჩევთან ეს ყველაფერი თვითონ გვიამბობს კი საოცრებაა რა თქმა უნდა ანუ ზღაპარი გრძელდებოდა ბავშვებიდან დაწყებული პერიოდი ანუ ჩათვალეთ რომ მე ვარ ალბათ ის პლიადა რომელიც ყველა კორიფეს შეესწრო ცოცხალს და მათგან მიიღო თუ რაიმე საუკეთესოს მიღება შეიძლებოდა ამიტომ სასწავლო სკოლიდანვე მოყოლებული პირველი ნაწარმოები მერაბიშვილმა შემისწორა მახსოვს ძალიან კარგი საბავშვო კომპოზიტორი იყო მე სასწავლებელში უაღრესად ნიჭიერი და ძალიან საინტერესო ხალხი იყო ჩემს გვერდით ლია ხუგაშვილი რომელიც ჩვენი გოგი დოლიძის კონცერტმეისტერი იყო ძალიან ცნობილი ადამიანი არაჩვეულებრივი თეორეტიკოსი მაყალა გუგეშაშვილი რომელიც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო და ძალიან განათლებული ხალი ფოლკლორისტიკაში და მუსიკის ისტორიაში მე უკვე კონსერვატორიაში ისეთი ხალხი იყო არ შეიძლებოდა იქ რაღაცა გარდა იმისა რომ მუსიკა გესწავლა ურთიერთობები უნდა ჩაწვდომოდი თვითონ აი ამ ხელოვნების ფილოსოფიას და ცოტა უფრო სხვა მიმართულებით უნდა გემოღვაწევა რომ შემდგარიყავი რაღაცას და არ დარჩენილიყავი მარტო მუსიკოსად და ანუ წყალებში ჩვენ როგორც უწოდებდით გამხდარიყავით ხელოვანები და არა ხელოსნებად დარჩენა და ამასობაში 700-ზე მეტი სიმღერის და კომპოზიციის ავტორი ხარ. კი, იმიტომ რომ არ მახსოვს როდიდან წერ, ანუ ასაკიც არ გახსოვთ, ხო დაახლოებით რამდენი სიყავით რომ პირველი კომპოზიცია შექმნით? ვერ ვიხსენებ, იმიტომ რომ სულ მელოდიას სულ წერ და ჩემი მეგობრებიც კი ტელეფონებით დამზდევენ ხოლმე რომ აი ეს არ მომწონს ის არ მომწონს რაღაცას გადავაგდებთ მე ცოტა ხნის მერე ისინი ისევ მაბრუნებენ მე ამას ვამთავრებ არ ვიცი ისიც არ ვიცი ეს როგორ ხდება კი ბატონო და აი რო გისმენ ხარ აბსოლუტურად სიყვარულით გაჯერებული მთელი შემოქმედება ეს იქნება ტექსტი იქნება მუსიკა იქნება სულ სიყვარულზეა ძირთადად სიყვარული თუ არ ვწდები და ძალიან კარგია ხო ყველაფრის მამოძრავებელია სიყვარული და სად უნდა წახვიდე სად გაექცევი ახლა ამას და მე პირადად მაინტერესებს გააგრძელა გზა საქართველოდან საფრანგეთამდე. კი ბატონო, როგორ მოხდა მოდი მე მაინტერესებს პირადად. გეგმები გვაქვს შემდეგი მე ამ წუთში ჩემ პროდიუსერთან ერთად ვიმყოფები საფრანგეთში. ჩვენ ძალიან დიდი და ეს საინტერესო გეგმები გვაქვს. მოდით ჩვენ ამაზე შემოვინახოთ რაღაცა გარკვეული საიდუმლოებები სახით, მაგრამ იგეგმება რაღაცები ისეთი საინტერესო პროექტები, ჯერდებით ქალაქის მერიასთან, რაღაცებს სჭირდება დაყოვნება, აქ არ არის ისე როგორც საქართველოში ხდება უცებ ერთი ხელის მოსმით, აქ მოლაპარაკებებია, დრო უნდა ყველაფერს და ძალიან ბევრი საინტერესო ამბავი იგეგმება, რაც ჩვენს ემიგრაციასთან არის კავშირში ანუ კულტურულ შემოქმედებით გზას აგრძელ ეკა დიახ ანუ კულტურულ შემოქმედებით გზას აგრძელებ რაც დაიწყე საქართველოში ის გაგრძელდება საფრანგეთში და მე დარწმუნებული ვარ რომ ძალიან კარგ პროექტებს განახორციელებ და ჩვენ ინფორმაცია გაქვთ რომ თქვენ მუდმივი კავშირი გაქვთ ახალგაზრდებთან როგორც პედაგოგი და ამაზეც რო გესაუბროთ ორიოდე სიტყვით კი ბატონო და მიხარია რომ ძალიან საინტერესო ძალიან ნიჭიერი და როგორც ხამბობენ smart თაობა მოდის. ძალიან საინტერესოა მათთან ურთიერთობა. ჩვენ კი არ ვასწავლით, ისინი გვასწავლიან პირიქით. ეს ურთიერთობა არ შედგება მათთან და ვერაფერს ვერ გახდები, თუ შენ მათნაირი არ ხარ, თუ შენ მათთან კონტაქტში ვერ შედიხარ. თუ ვერ სწავლობ შენ თვითონ მაშინ გასცემ მხოლოდ მათთვის საინტერესო ინფორმაციას. ისინი თვითონ გასწავლიან, თვითონ გაძლევენ გზას, საით წახვიდე, როგორ წახვიდე, რა სტილით, რა მიმართულებით ასწავლო. ამიტომ ძალიან საინტერესო თაობა მოდის, რომელიც აი ბაბუა ჩემის სიტყვებს გავიმეორებ,
არ დაგვაქცევს, უბრალოდ აგვაშენებს. კი ბატონო და რაც შეეხება მუსიკას, ნუ პედაგოგი ხარ და თან ჰობია ხატვა, ხო? და გეხმარება თუ არა მუსიკა ხატვაში და ხატვა მუსიკაში? კი, ჰობია ხატვა, მაგრამ ჩემი შვილი პროფესიონალური მხატვარია, ასე რომ ის რაც ჩემთვის ჰობი იყო, ჩემი შვილისთვის პროფესიად იქცა და შესაბამისად დედაშვილი ერთმანეთს აღებავებს ვერცილებით ხოლმე ასე ვთქვათ. კი ბატონო და დარწმუნებული ვარ დედაშვილი ძალიან კარგ საქმეებს გააკეთებს და ისევ აღნიშნავ რომ კულტურულ შემოქმედებით გზას გააგრძელებთ საფრანგეთში და ეკა სულ ახალი სიმღერა დაიწერა. მოხარული ვარ რომ ამ სიმღერის პრემიერა ჩვენთან შედგება და შემსრულებელი ასრულებს ანუ ამ სიმღერას შემსრულებელი არის ნანა ლიპატელი პროდიუსერი ბოლო ავამღერე, როგორც იქნა დავაყენე საშველი და ავამღერე ჩემივე პროდიუსერი, რომელიც საფრანგეთში ცხოვრობს და ის შეგვისრულებს ამ სიმღერას ქართულად. იგეგმება ამ სიმღერის ფრანგული ვერსიაც, რომელიც მე აქ საფრანგეთში გაჟღერდება თავისთავად ტელერადიო არხებზე. კი ბატონო. მაგრამ ძალიან მინდოდა რომ თქვენთან ყოფილიყო. კი ბატონო, ეკა და ძალიან ცოტა დრო დაგვრჩება, ამიტომ წარმატებებს გისურვებ. დროებით გეჩვიდობებით და ვუტოვებთ ჩვენს მსმენელს არაჩვეულებრივ სიმღერას. აღარ დავიწყებ თავიდან. კომპოზიტორი ეკა სალი. ეკა დროებით. დროებით უღრმესი მადლობა. მადლობა. დროებით, შემოგვიფასებო წარმატებას გისურვებ. მადლობა.